მითოქში როგორც ხედავთ, დაყენებული მაქვს Fedora მე-13 ვერსია. და ეს დღეს გავაკეთებ, ან უბრალოდ ვიტყვი ერთ კომენტარს ამ სისტემის შესახებ. მე როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. აი დავაყენე თუ არა, ეგრევე თვალში მეცა რაღაც უაზროდ, ბევრი ლურჯი ფერი, თემაც ლურჯი, თანაც მახინჯი, დესკტოპიც რაღაცა საშინელება, wallpaper-ს გულისხმობ. მაგრამ ეს არაფერი თემა, არც Ubuntu-ს ქონდა ნორმალური 10.4-მდე. სხვა რა გითხრათ ახლა? სხვა მინდოდა დამეყენებია პროგრამა Kupferi. გადმოვწერე RPM პაკეტი, დავიწყე ინსტალაცია, მაგრამ რაღაც dependency-ები ვერ ნახა და ამიტომ შეწყვიტა ინსტალაცია. ავდექ მე ამ dependency-ების ძებლა დავიწყე, სადაც დავდ. გადმოვწერე RPM პაკეტები, გავუშვი და პირველივე dependency, როგორ არის dependency ქართულად? დამოკიდებული პროგრამა. ამომიგდო რომ ისიც აჭიროებდა სხვა dependency. ამიტომ ავდექით რა შევეშვი საერთოდ და როცა შემდეგ კაი ხასიათი ვიქნები, ალბათ მერე დავიჩალიჩებ კიდე მის დაყენებას. ავდექი ამიტომ და დავაყენე ისევ ეს ლაგიანი GNOME Doom. საკმაოდ კარგად მუშაობს, რა ვიცი. ალბათ იმიტომ რომ პლაგინების დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა რეპოზიტორი და სულ რაღაც მოდერნი პლაგინი აქვს შეგნით. რეპოზიტორის კარგად მივადექი ახლა რეპოზიტორი. აი არ დავიწყოთ ახლა Fedorisტებმა ეს რაღაცა ესე ჩხუბი და რაღაც დაამატე სხვა რეპო, ასე RPM Fusion დავამატე თორსე Fedora Fusion თუ რაც ქვია. იტოქში ცოტა გაუმჯობესა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც მაგარი ნაგავი არის აქაური რეპო. Wine-ის დაყენება კიდე, Wine-ის დაყენება რეპოში მინდოდა უბრალოდ Wine-ის დაყენება და რეპოში იყო რაღაც 1.38 ვერსია, ეს მოძველებულია, ვიცი, 3 თვე მგონი უკვე აღარ არის ამაგ მოხმარებაში. ხო, და დავიწყე Google-ში ტრიალი და თურმე უნდა გამეაქტიურებია რაღაც ტესტ რეპო რა, რომელშიც იქნებოდა Wine-ის ახალი ვერსია. კაი, ესეც დავაყენე ჩვეულებრივად. ხო, კიდე ეს ბატონი რუთი რო არ მყოლოდა, დარწმუნებული ვარ, რომ გადავყვებოდი ერთი ღამე ვიდეო დრაივერის დაყენებას. გადამარჩინა ნამდვილად მირჩა ეს პროგრამა სახელად Easy Life, ხო, Easy Life. მართლა საკაიფო პროგრამაა, კოდეკები ყველაფერი ძალიან მარტივად დამეყენა. მაგრამ მაინც Ubuntu-ში უფრო მარტივი იყო, ვინაიდან რადგანაც იქ არაფრის დაყენება არ გჭირდება იმისთვის, რომ დააყენო ვიდეო დრაივერი. გთხოვთ, ნუ დამიწყებთ, ხობს რაღაცა ეს კომპილაცია და ისინი მე არ მიყვარს კომპილაცია, არ მოგატყუებთ. ახლა მე არ ვარ Linux-ის გურუ. ხო, შემდეგ რა, ახლა კაი რაღაცებსაც ვიტყვი რა. კი, ნამდვილად უფრო სწრაფი არის ეს Fedora. რაღაც საგზნოვლად და სასწაულად არა, მაგრამ არის ნამდვილად არ მოვიტყუებ ახლა და რაღაცა არა ვარ მე ეს Fedora-ს ჰეიტერი რა. სხვა რას ვიტყვი ახლა მომეწონა ძალიან მაგრად ნოტიფიკაციების სისტემა. აი ეს სიმღერის გადართვის ფუნქცია რომ აქვს. ასევე ესეც საკაიფო აქვს ხმის მომატების ნოტიფიკაცია თუ რაც ქვია და პატარა ხმარო აქვს კიდე რაღაცა წვეთის დაცემის წყალში. საკაიფო, მაგრამ ჩემი აზრით Ubuntu-ში მაინც უფრო სოლიდური არის, აი ნებისმიერ ტიპის ნოტიფიკაცია იზევითაა როგორც აი ეს მაგალითად, ხო. ეს მომეწონა ნამდვილად. და კიდე რა ვიცი რა გითხრათ ახლა. სათქმელი მართლა არ მაქვს ბევრი არაფერი. ხო, მაქვს კიდე რა მინდოდა მე თქვა, აი Karmic Koala-ში Ubuntu-ში მახსოვს რომ თავიდან ეყენა Pulse Audio. ეს იყო რაღაცა სასწაულის საშინელება რა, რამეს გავუშვებდი და რაღაც ან აჩხრიალდებოდა, ან ერთი მეორე პროგრამას გაეთიშებოდა ხმა და სხვა გზა არ მქონდა რომ დამეყენებია ალსა. დავაყენე კიდეც აქეთ. ახლა Lucid Linux-ში კი ბევრად უკეთესი იყო რა. შედარება არა ნამდვილად. აი აქ ახლა Fedora-ში ვუსმენდი მუსიკას, ხო? მომწერა ისევ ბატონმა რუთმა მეხმარება Fedora-ში, ასე თუ ისე. მომწერა და ბახ გაქრას ხმა უცებ Rhythmbox-ში.
ნუ წამიერად რა, 1-3 წამით. იყო Skype-ის მესიჯის ხმა და მე უცებ გააქტიურდა Rhythmbox-ის ხმაც. ნუ რა არის ახლა ეგ რა? ვანა მოიღონეს პულს აუდიო საერთოდ ან მოარჯულონ ცოტა, ნუ არ ვიცი. თან ახლა მე სულ ახალი ვარ Fedora-ში. არა მგონია რომ შევრჩე. და წარმოუდგენე არა მაქვს აქ ალსა როგორ უნდა დავაყენო, უნდა ვირბინო ახლა ფორუმებზე გადავყვეთ ან. სხვა რა გითხრათ ახლა? სხვა რა ვიცი, ნამდვილად არ ვიცი რა უნდა გითხრათ. ნუ თემა რო საშინე ხო ის თქვი. ისეთი ის დავაყენე ჩემს საყვარელი uTorrent-ი აქაც. ვაინში მუშაობს ჩვეულებრივად. Easy Stroke-იც. ნუ მართლა გული მწყდება იმ ესე რომ კოპფერი ვერ ამუშავე. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა. აი ერთი პროგრამა PSDM არის მოკლე სახელი. Disk რაღაცა არის. Partition Manager თუ რაღაცა ემეთ. არა Partition არა, Disk Manager. ნუ ერთ სიტყვის ფუნქცია ჩემთვის მაგის თავარდანიშნულობა იყო რომ NTFS amount-ებს უპაროლოთ ყოველ ჩართვისას. დარწმუნებული ვარ რომ ესეც ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნება Fedora-ში, მაგრამ ეს command line-ის პროფი ნამდვილად არა ვარ. Command line-ს არა. ეს კომანდური ბრძანებების, ნუ ბრძანებებს რა, ერთ ტერმინალის ბრძანებების პროფი ნამდვილად არა ვარ. და ამიტომ არ ვიცი რა ჯერჯერობით როგორ უნდა დავამაუნთო NTFS partition-ი ჩართვისას. თანაც უპაროლოთ. ნუ ესეც ჩემთვის ერთი პრობლემა იყო რომ PSDM-ი არ დაყენდა რაღაც ანუ ისევ და ისევ რაღაც დეპენდენსების გამო. ნუ აუჭირს ახლა რას იზამ. და ის რუთმა მირთხრა ასე რომ ახლა შენ უნდა ისო ვერ დამეგობრდებითო რა Fedora-სთან რა. ასეთი მომენტია რა ჩემი აზრით ხო სისტემა უნდა ერგებოდეს ადამიანს და ადამიანი არ უნდა ნუ პროფესორ დავალაგებ ახლა უფრო ასე სისტემა კი არ უნდა ადამიანი კი არ უნდა ერგებოდეს სისტემა უნდა ერგებოდეს ადამიანს ხო აი ასე უნდა მეთქვა თავიდან აი ჩემი აზრი ასეთი არის და მე ახლა რასაც ვუკვირდები Fedora-ში მე ვერ გები ნელ-ნელა Fedora-ს ნუ ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც ეს GNOME Duo დავაყენე ეს მაგერად კოპფერის. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კოპფერის ჩვეულებრივად დაყენდება რაღაც დეპენდენსების დაყენების მაგრამ, მაგრამ ხო საწვალებლად შემექნა. ხო ეს ერთი ხელის მოსმით ხო არ გამომივიდა. ხო. ხო რეპოზიტორებს რომ მიუბრუნდეთ, ისევ ნამდვილად პატარა არის რა. ნუ რატომ მიუბრუნდი ახლა კიდე ხო თქვი ხალხი უბრალოდ რაღაცა არ მსიამოვნებს სასწავლად რომ ამდენაზე პატარა არის კოდეკები ისევ და ისევ ბატონმა რუთმა დამაყენებია ნუ რუთი მაგრად მომეხმარა გადავყვებოდი მე გუშინ ყავია ამას რომ არ მოეცა ეს easy life და მგონი ეს თავიდან ბატონმა ემოზიკომ მიცა რუთმა მადლობა ზიკოს ხო სხვა აზრზე არა ვარ აკითხავთ კიდე Yes, ეს კიდე არ მომეწონა პატარა ფონტები ახლა ეს არ არის ნამდვილად პრობლემა, მაგრამ რატომ უნდა იყოს პატარა ფონტები? როცა შეიძლება თავიდან მოყვეს ლამაზად დალაგებული საკმაოდ დიდი, პროფესორ საკმაოდ დიდი კი არა, აი ნორმალური ზომის მქონე ფონტები. კი, შეუძლია აქედან, მაგრამ რატომ არ უნდა მოყვეს? ასევე თავიდან არ მოყვა არაფერი მენიუს დასარედაქტირებლად. თანაც აი მარჯვენა ხო არაფერი ბოდიში შემეშალა. დავაყენე ამიტომ ალაკარტე ხო main menu აქედან უკვე შემიძლია ჩვეულებრივად დავარედაქტირო ყველაფერი კიდე რა ნუ პრინციპში всё მეტი არაფერი არ მაქვს სათქველი და თუ მომისმინეთ ბოლომდე ყურადღებით მადლობა ყურადღებისთვის და ერთი თხოვნა მექნება ნამდვილად აი გეხვეწებით ფედორისტებო ნუ დავიწყებ ჩხუბს ახლა მე აი ხო არ ჩვეულებრივი მომხმარებელი და უბრალოდ რასაც ვაკეთებ წვალებით გამომდიოდა ჯერჯერობით. ანუ ერთხელიც მოსვით, აი მარტო გამომივიდა Globus Previous დაყენება. ერთსამით. ხო, Globus Previous დაყენება, რომელიც ნორმალურად არ ამუშავდა იმის გამო, რომ Nautilus Elementary არ მაქვს დაყენებული ხოლმე Nautilus Elementary's დაყენება მარტო კომიტე, რა ქვია მათ, კომპილაციით ხდება. ხო, ეს რუთი პირდაპირ ეთერში ვყავს აგერ. ხო
всё რა მეტი ნამდვილად არაფერი აღარ მაქვს სათქმელი რა ვიცი ყველაფერი და ჩემი კარგად მუშაობს აი ვიდეო თვალის კარგად ამუშავდა ჩვეულებრივად პრინტერისთვის დრაივერსგან მოწერა დამჭირდა მაგრამ პრობლემა არ შემქნია საერთოდ ხო ძალიან კარგი არის მაინც უფრო სწრაფი ხო არის ნუ კმაყოფილია ვარ ერთი სიტყვით რა მაგრამ მე მაინც ubuntu მიგჭევნია რა ვიცი ნუ ახლა მე არა ვარ რაღაცა ის Linux from scratch ვერ გავაკეთებ და ნუ უბრალოდ იუზერი ვარ რა user მომხმარებელი ბოდიში თქვენთან ხო всё მე всё აი ახლა ნამდვილად დავამთავრე ლაბარაკი კარგად იყავით ხელი მოაწერეთ ჩემს არხს გააკეთეთ კომენტარები ძალიან გთხოვთ და გამაგრედიგეთ რა